შვილიშვილმა ბებია მოკლა. სასტიკი დანაშაული შიდა ქართლში კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ სასირეთში ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. სახლი კი, სადაც დანაშაული მოხდა, პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. მოხდარის ყველა დეტალი უკვე გაარკვია. მთავარმა გიორგი ახალკაცი ჩაგორთვება ამ თემით. პირდაპირ ეთერში გიორგი, დაკავებულია თუ არა უკვე სავარაუდო დამნაშავე და რა მოხდა დეტალურად რო გითხრა. დიახ, კეთი, მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ბებიის მკვლელობას ედავებიან, უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დილის საათებში იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა ადგილობრივების ინფორმაციით პოლიციელებმა რამდენჯერმე ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელეს. რაც შეეხება შემზარავ დანაშაულს, დანაშაული წუხელ-გვიან ღამით მოხდა, როგორც სოფელში გვიყვებიან, 35 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა საკუთარ 80 წლის ბებიას თავის არეში სავარაუდოდ ბლაგვის საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზე დაიღუპა და როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ბრალდებულმა განვითარებული მოვლენების შესახებ მეგობარს ტელეფონის საცნობა და სწორედ ამის შემდეგ ჩავიდნენ სოფელში სამართალდამცველები. სასირეთში განვითარებულ მოვლენებზე მოსახლეობას საუბარი უჭირს, უпростоრად საუბარი უჭირთ დანაშაულის ჩადენის მოტივზე, რადგან როგორც იქ გვიყვებიან, აქამდე მოკლუსა და მკვლელს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა სოფელში ფიქრობენ, რომ ბრალდებულს მენტალური პრობლემები ჰქონდა. გავიგერო ბებო მოკლაო რა, დედის დედინაცვალი. მეტი არაფერი არ ვიცი, ამობენ ნაჯახით მოკლაო, რა ვიცი. ის რაჭაში რო სახლი ჰქონდა იმ დედინაცვალსა, მე მგონი ის უნდა იყოს მიზეზი. რო შესულან დახვედრიათ ნახევრად შიშველი მკვდარი ქალი მილიციასა. თავში ჰქონდა დაზიანებული. არ ვიცი, ნაჯახით იყო მკვდარი. ის დააკავეს კი მე თვითონ ავნახე, აი ამ ადგილზე ქვემოდან მოხავდათ. ისიც გავიგერო, სროლის ხმა იყო, თქვეს სროლის ხმა იყო, ეტყობა გამაფრთხილებელი რომ ისეს, მე არ გამიგია სროლის ხმა, არ გამიგია. შემოვიდა ტელეფონი დამატენინეო, ესე ეჭირა ხელში ტელეფონის დაწენა მინდოდა. მე გამოვარდი სახლიდან, წადი ამ დილადრიან საიდან მოხვედი აქამეთში და გავარდა და წავიდა. და რო გადიოდა აქედან, აი ესე თავში ხელები დაიწყა, არ მომიკვლა, გაიქცა ეგრე პირდაპირ. ეგ ვიცი რომ რაჭაში ცხოვრობდა ეგ ხალი. და მე ახლა ტაქსაუბრხონმი და წამიყვანია რაჭაში მაქალთან მიმიყვანია ვიცი რომ ბაბო იყო. ერთი რამდენიმე ხნის უკან მოვიდა ჩემთან, მითხრა რომ იმაში ჩამაყვაინეო, კასპში პენსიონა ავაღებინო. რომ ტაქსაუბრ ჩავიყვანე, ამოვიყვანე და იმის მერე აღარ მინახია მე და ახლა გუშინ მოვიდა და დღეს მოვიდა ამ. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. კარგად, რა ვიცი, ეფერებოდა იქ მეტეხში ისინი უყიდა, ხაჭაპური უყიდა, რაღაცები უყიდა, ამქარ და მივიყვანე გზებისა. დილას გავიგე მე რომ შვილიშვილმა ბაბუ მოკლაო და რო გავიგეთ ეს იყო. სხვა არაფერი. ერთად ცხოვრობდნენ? არა. ერთად იყვნენ ზევით კენა ცხოვრობენ. გასროლის ხმა თუ გაიგეთ, პოლიცია რო დაედევნა, გამაფრთხილებელი გასროლა იყო. კი. აქ გაისროლა, სამჯერ გაისროლა. სად დააკავეს? აი მსახში დააკავეს, ეზოში. მიმალვას ცდილობდა? კი. მოკლაო. დედის დედა მოკლაო. აბა გითხრა, გაიქცაო, დაიჭირესო. ერთად ცხოვრობდნენ? არა, ეგ ვიჭი მოდიოდა მარტო კინახული, მოვიდოდა, გამოიძახებდა სასტრაფოსა, პოლიციას, პაჟარნიკებს ერთდროულად აწამებდა ხალხსა. ავადმყოფი იყო სერიოზული. მაგრამ სამადმყოფოები აღარ არის და სანაძასული იყო და ესე დადიოდა აღმადაღმა. შეიძლება ცხადი იყო თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში, ეს ცხადია, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იქამდე კი ის მოთავსებული არის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 100 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.